შენი სახლი შენი ციხესიმაგრეა, ხომ ასეა? ადგილი, სადაც თავს დაცურად გრძნობ. მაგრამ YouTube-ზე არის ათასობით ვიდეო, რომლებიც ამტკიცებს საპირისპიროს. უცნაურ ხმების ხვენიდან, ნივთების გადაადგილება და სილუეტები კუთხეში. დღეს ვნახავთ ვიდეოებს, რომლებიც გაიძულებთ ცილის წინ კარის საკეთი ორჯერ გადაამოწმოთ. თუმცა სანამ დავიწყებთ, ტრადიციულად მინდა გთხოვთ, რომ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი, რათა არ გამორჩეთ მორიგი საინტერესო ვიდეოები. ახლა კი დავიწყოთ. ორი მეგობარი გოგონა სახლში მშვიდ საღამოს ატარებდა. ისინი ტელევიზორთან მოკალათდნენ და საშინელებათა ფილმის საყურებლად მოიმზადნენ, რათა ძილის წინ ცოტა ადრენალინი მიეღოთ. ეს ყველაფერი მხოლოდ უწყინარი გართობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოულოდნელად სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა და მათი სახლი ნამდვილ კოშმარად იქცა. Oigan amigos, estábamos aquí viendo una película de terror y se están empezando a escuchar ruidos en la casa. Te juro que neta, en serio. Ponle pausa, ponle pausa. Pausa. Alexa. Mute. Alexa. Mute. Pausa. Ay, ¿por qué no se pausó? Caso. What the fuck? Madres. Se los juro, es ¿Qué pedo? bien. ¿Sí lo grabaste? Sí, creo que sí quedó grabado. Es que estábamos aquí en la casa y estábamos viendo una película ya para... literal, ya para dormir. No mames. უცნაურ ხმების გაგონებისას ერთ-ერთმა გოგონამ ფილმის დაპაუზება ხმოვანი ასისტენტის სცადა, მაგრამ ტექნიკა მისი ბრძანება დააიგნორა. თუმცა ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც შემდეგ მოხდა. მოვლენების ასეთმა განვითარებამ სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დაძაბა. No mames. Eso fue en mi cuarto. Ya se había acabado. Oigan, ya no habíamos escuchado nada. Y... No. Oigan, y es que estamos completamente solas, o sea, vivimos aquí. Están escuchando cosas allá en la parte de abajo. Se sigue moviendo. ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთმა გოგონამ გადაწყვიტა გაერკვია, საიდან მოდიოდა ეს შემზარავი ხმები. თუმცა დივნიდან წამოდგომაც არ ჰქონდა მოსწრებული, რომ მოულოდნელად ეს მოხდა. Escuchando cosas. No. ¿Qué hacemos? Hay que hablarle a esa niña. ¿Tiene su número? Márcale. Ay, acompáñame a mi cuarto. No, vente, no, vente. Vean. ინტერნეტში რა თქმა უნდა აზრები ორად გაიყო. ნაწილი თვლის, რომ საშინელებათა ფილმის ნეგატიური ენერგიის მოზიდვამ შეიძლება პარალელურ სამყაროში კარები გააყოს. სხვები კი დარწმუნებულები არიან, რომ ეს ყველაფერი ვიღაცის დადგმული, ეგრეთ წოდებული პრენკია. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ გოგონებმა ნამდვილი კოშმარი გადაიტანეს. მათი ემოციები ვიდეოში კი სიტყვებზე მეტს ამბობს. ერთმა ქალმა მდინარეში რაღაც უცნაური არსება შენიშნა და მაშინვე კამერა მოიმარჯვა. კადრები მართლაც შემზარავია, მოდით ერთად ვნახოთ რა დააფიქსირა. წყალზე მოცურავე გაურკვეველი ფერმკრთალი და მელოტი არსება მაყურებელში ერთდროულად შიშსა და ცნობის მოყვარეობას იწვევს. რა არის ეს სინამდვილეში? ბოროტი ხუმრობა თუ მართლაც რაღაც შემზარავი არსება? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი დღემდე არ არსებობს, რის გამოც ეს ვიდეო ხალხში დიდ ინტერესს იწვევს. უკუნეთი სიგნალით მოცულ დღეში ცნობის მოყვარე ახალგაზრდების ჯგუფი ექსპედიციაში გაემართა, რომელმაც მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მხოლოდ ფარნებითა და კამერებით შეიარაღებული გუნდი ტყის სიღრმეში დამალული საიდუმლოს ამოხსნას ცდილობდა. თავიდან ყველაფერი მშვიდად მიდიოდა,
მაგრამ მოულოდნელად ფარნის სხივმა სიბნელეში რაღაც უაღრესად შემზარავი და ავის მომასწავლებელი გამოაჩინა. ¿Quién viene? ¿Quién viene? ¡A la madre! ¿Quién eres? Sí, estoy viendo. ¿Eres una bruja? ¿Estás bien? ¿Quién viene? ¿Estás en peligro? ¡Uy! ¿Estás bien? Sí, estoy viendo. Para atrás, güey. ¿Quién eres? ¿Quién viene? ¿Cómo te ayudamos? ¡Ah, no te pases, güey! ¡Ya le viste la cara, güey! ¡No mames, güey! მასთან კომუნიკაციის მცდელობა კრახით დასრულდა. რთული სათქმელია, რა უფრო შემზარავი იყო ამ დროს, მისი სამარისებული დუმილი თუ სრულიად უსიცოცხლო გაყინული მზერა. საბოლოოდ პანიკამ გაიმარჯვა და შეშინებული ჯგუფი წამში გაიფანტა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, კოშმარი ამით არ დასრულებულა. ბიჭები ამბობენ, რომ იმ შემზარავი კივილის ხმას სიზმარშიც არ ასვენებთ. გთხოვთ, რომ კომენტარებში დაწეროთ, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, რეალურია ეს ყველაფერი თუ უბრალოდ მორიგის ზღაპარია. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კაროლინას ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მომენტი, რომელიც ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოებს ცდება. ეს აუცილებლად უნდა ნახოთ. კამერის ობიექტივში მოხვდა პაწაწუნა ორფეხზე მოძრავი ფიგურა, რომელიც სწრაფად გარბის კიბის ქვეშ. საინტერესოა, რომ იქვე გამლულმა ქალმა ვერაფერი შენიშნა. უცნაურმა არსებამ კი სიბნელეში გაუჩინარება მოასწრო. მაყურებელთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ვიდეოში ნამდვილი ჯუჯა დააფიქსირეს. საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. ამ ვიდეოს ავტორი ერწმუნება, რომ მისმა გარე სათვალთვალო კამერამ ნამდვილი მოჩვენება დააფიქსირა. ყველაფერი 30 ივნისის ღამეს მოხდა. ძაღლების განუწყვეტელმა ყეფამ პატრონი გარეთ გაახედა, თუმცა მაშინ საეჭვო ვერაფერი შენიშნა. ნამდვილი შოკი კი მეორე დღეს ელოდა, როდესაც ჩანაწერების გადამოწმებისას აღმოაჩინა ის, რამაც მეტყველების უნარი წაართვა. ნაწილმა ამ სილუეტში ცხენი ამოიცნო, თუმცა ეს ვერ ხსნის მის გამჭვირვალე მოჩვენებისებრ ბუნებას. იქნებ ეს უბრალოდ კამერის ხარვეზი ან ოპტიკური ილუზიაა. სავსებით შესაძლებელია, მაგრამ აქ ერთი ლოგიკური კითხვა ჩნდება. თუ ტექნიკა მაურია, რატომ არის კადრის დანარჩენი ნაწილი იდეალურად სუფთა და მკაფიო? 2025 წლის 7 ივნის გავრცელებულმა კადრებმა ინტერნეტში ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია. თუმცა ფიფქები მიგვანიშნებს, რომ ეს ვიდეო გაცილებით ადრე ზამთარშია გადაღებული. ღამით სამშენებლო მოედანზე შეკრებილი მეგობრები მხიარულობენ და ხუმრობენ. თუმცა იდილია მაშინვე ირღვევა, როდესაც კამერა სიბნელეში რაღაც შემზარავს აფიქსირებს. Camouflaging as Yeah, maybe he is the wood pallet. You never know. And then here's this weird tractor. the train. What is that? Yo! კადრში სულ ერთი წამით ჩანს ფერმკრთალის სახე უზარმაზარი შავი თვალებით. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ შეშინებული მეგობრები აქეთ-იქით გაქცეულიყვნენ. ბიჭები ამტკიცებენ, რომ ისინი უცხო პლანეტელს შეხვდნენ და ახლა ქუჩაში გასვლიცაც კი ეშინიათ. მეორეს მხრივ სკეპტიკოსებს არ შეერათ ამ ვიდეოსი და არასერიოზულად აღიქვავენ. მათი თქმით, ეს უბრალოდ ნიღაბია და მთელი ეს ამბავი კი ჰაიპისთვის დადგმული შოუა. 2022 წელს ექსტრემის მოყვარულმა ორმა მეგობარმა კოლორადო სპრინგსის სანიაღრო გვირაბის დალაშქვრა გადაწყვიტა. სამწუხაროდ მაშინ თან მხოლოდ ფანერები ჰქონდათ, ამიტომ მათი ისტორიის სიტყვაზე ნდობა მოგვიწევს. თუმცა დროებით
რადგან მოგვიანებით ეს ამბავი მტკიცდება. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა ისევ დაბრუნებულიყო ამ სანიაღორ სისტემაში, რომელიც 2 კილომეტრის სიგრძისაა. მათი ისტორია ასეთი იყო. გზის ნახევარი გავლილი ჰქონდათ, როცა არაადამიანური ღრიალის ხმა გაიგეს და სიბნელეში მკვდარივით ფერკვთალი ცხენის თავიანი სილუეტი შენიშნეს. ბიჭები პანიკამ მოიცვა და იქაურობას გაეცალნენ. 2 წელი იქ ფეხი არ დაუდგავთ, მაგრამ რადგანაც ხალხი არ უჯერებდა და მატყუარებს ეძახდნენ, 2024 წელს ერთ-ერთმა მაინც გაბედა უკან დაბრუნება, ოღონდ ამჯერად უკვე კამერით. This is the spot where it closes off a little bit. I need to take a breather. What the fuck? Nope. I'm dipping out. Fuck this shit. I don't know what that is. Oh fuck. აშკარაა, რომ ეს ხმა ადამიანს არ ეკუთვნოდა. მთლიანობაში კი გარემო იმდენად შემზარავია, რომ შიშისგან ძარღვებში სისხლი იყინება. თქვენ როგორ შეაფასებდით ნანახს? რას ფიქრობთ? აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მოქმედება პერუს დედაქალაქში ლიმაში ხდება. აქაური სავაჭრო ცენტრი დიდი ხანია ცნობილია ამოუხსნელი და მისტიკური მოვლენებით. როგორც ალბათ უკვე მიხვდებოდით, დაცვის თანამშრომელმა ამჯერად ხელსარელი არ დაგვტოვა და მოახერხა კამერაზე რაღაცის დაფიქსირება. მეორე სართულზე კამერამ წამიერად ალანდა შემზარავი მუქი სილუეტი. ის თითქოს სიბნელიდან ამოვიდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ჰაერში გაუჩინარდა. გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს სავაჭრო ცენტრი უკვე დაკეტილი იყო, ანუ შენობაში არავინ უნდა ყოფილიყო. დაცვის თანამშრომელი, რა თქმა უნდა, ადგილზე მივიდა ამბის გასარკვევად. ის თოჯინების ვიტრინას მიუახლოვდა, რომლებიც ისედაც საშინლად გამოიყურებოდნენ და უცბად ერთ-ერთმა მათგანმა მოძრაობა დაიწყო. ამასობაში დასასრულს მიუახლოვდით. იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო. თუ ეს ასე იყო, გთხოვთ რომ არ დაგეზაროთ და ლაიქება და არხის გამოწერა, რათა არ გამორჩეთ მორიგის საინტერესო ვიდეოები. მე კი დროებით და გემშვიდობებით. ნახვამდის.